ასეთი სუფთა ამოჭრები 3D Max-ში პრობულიანის მეშვეობით კეთდება. ეს ტექნიკა გამოიყენება ინტერიერის მოდელირებაში. მოდით ახლა პირველ რიგში შევქმნათ ჩვენი ამ სამზარეულოს ქვედა ნაწილის ზედაპირი. ამისთვის მოვნიშნავ ამ box-ს, გადავიყვანოთ edit polish-ში და ამ ზედა ნაწილს ავშლი. გადავიდეთ Z-ხედში და შევქმნათ box-ი. ამ ადგილიდან გამოვიყვანოთ ასეთი ფორმა. ეს დავაფიქსირებ. სიმაღლეში კონდეს 3 სანტიმეტრი. გვერდთა ხედიდან ავიტანოთ ზემოთ. ზუსტად გავუსწოროთ. ასევე გადავიყვანოთ edit polish-ში. ოდნავ შევასწოროთ, რომ ემთხვეოდეს ამ დამთავრებას. მოვნიშნოთ ეს 4-ვე კუთხე. Connect-ით ჩავამატოთ ხაზი. მივიყვანოთ ამ კარის ადგილას. ეს დავაფიქსირებ და უკვე ამ პოლიგონს extrude-ით გავზდი. მივიტანოთ აქაც დამთავრებამდე. ესე მივიღეთ ზედაპირი. ეხლა საჭიროა ამ ადგილას გავაკეთოთ ნიჟარის ადგილი, რომელიც უნდა იყოს ამოჭრილი, სადაც ჩდება უკვე ნიჟარა. აქ გამოვიყენებ box, ასევე გავაკეთოთ ავტოგრიდი, რომ მის ზედაპირზე შეიქმნას. ესე დავაფიქსიროთ. სიგრძე და სიგანი გვექნება 40-60-ზე, სიმაღლე კონდეს 20 სანტიმეტრი. ასევე საჭიროა, რომ ამ ზედაპირის შუაში მოვაქციოთ. ამისთვის გამოვიყენებ align-ის ფუნქციას, მიუთითოთ ჩვენი ზედაპირი და აქ მხოლოდ უნდა დავტოვოთ Y მიმართულება. ეს დავაფიქსიროთ, რომ იყოს შუაში. ეხლა მე ამ box-ს დავაკოპირებ. ამისგან გავაკეთებ ნიჟარას, ხოლო ეს box-ი გამოგვადგება უშუალოდ ამოჭრისთვის. ეს ჩავიტანოთ ქვემოთ და ოდნავ დავტოვოთ ზევით, რომ იყოს ამოსული. გავააქტივროთ ჩვენი ზედაპირი და გავხსნათ ეს ჩამონათვალი, სადაც არის compound object-ი, რომელშიც არის მოთავსებული პრობულიანის ხელსაწყო. მისი გამოყენება ხდება start picking-ის მეშვეობით, უნდა გავააქტივროთ და მიუთითოთ ეს box-ი. როგორც ვუყურებთ, მითითების შემთხვევაში ამოიჭრება ეს ზომა. პირველი და მთავარი რაც უნდა ვიცოდეთ, მოდიფიკატორის მიმართულებაში რჩება ჩვენი პრობულიანის ხელსაწყო. ეს არის, როდესაც ჩვენ start picking-ით უთითებთ კონკრეტულ ობიექტს და შემდეგ ორივე ობიექტი აისახება ამ ჩამონათვალში. პირველი აგვაქვს ჩვენი მაგნიტის ზედაპირი, ხოლო მეორე არის უშუალოდ box-ი. ასევე ხდება მისი გააქტიურებაც, როდესაც აქ მოვნიშნავთ, შემდეგ პრობულიანის მიმართულებაში ვირჩევთ appearance, სადაც შეგვიძლია უკვე გადავადგილოთ. თუ მაგალითად არ მოგწონს მისი მდებარეობა, შეგვიძლია სხვა ადგილას მოვათავსოთ. ან შეგვიძლია საერთოდ შევცვალოთ ამოჭრის ფუნქცია. ეს დავაფიქსირებ. ეხლა საჭიროა შევქმნათ ნიჟარა, ეს ჩამოვიტან ქვემოთ. ამასაც ოდნავ ზევით ამოწევრს დავტოვებ. მოდით კიდევ ერთხელ დავაკოპიროთ. ეს გადავიყვანოთ edit polish-ში, მოვახდენ იზოლირებას, მოვნიშნოთ 4-ვე კუთხე და დავამატოთ connect-ის მეშვეობით დამატებითი ხაზი. დაახლოებით ამ ადგილას დავაფიქსიროთ. ახლა მოვნიშნოთ ეს გვერდები. და extrude-ით ჩვენ გავზდით შეუცვლი მიმართულებას და ოდნავ შევამციროთ, რომ იყოს ოდნავ გადმოსული ჩვენს ზედაპირზე. ეს დავაფიქსიროთ. ეხლა საჭიროა ამ ნიჟარაზე ამოჭრათ ის დეტალები, რისგანაც შედგება ჩვენი მოდელი. ამისთვის გამოვიყენებთ ამ box-ს, ჩამოვიტანოთ ქვემოთ. შევცვალოთ ზომები. ზომაში კონდეს 28 28-ზე. ეს იქნება ორნაწილიანი ნიჟარა. მოდით შევცვალოთ ფერი, ასევე ამასაც შევუცვლი, რომ
უკვე დავინახოთ. ესე აი ამ ადგილას მოვათავსოთ. ასევე დავაკოპიროთ მარჯვენა მხარესაც. ეს იქნება შედარებით პატარა. ამ შემთხვევაში გქონდეს 24 სიგანეში. სიგრძეში იყოს 34. შეგვიძლია 32-იც იყოს. ეს დავაფიქსირებ. ეხლა საჭირო გავაქტიროთ სამივე, მოვახდინოთ იზოლირება და ეს ორი ბოქსი ჩავიტანოთ ქვემოთ. ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე აღარ გვჭირდება რომ გამოდიოდეს მეორე მხარეს, რადგან გვინდა რომ იყოს პოლიგონები შიგნით. თუ ქვევით ჩამოვიდანთ, ამ შემთხვევაში გვექნება ორივე მხარეს სიცარიელე. ამიტომ ეს ჩვენი თავარი ნიჟარა გადავიყვანოთ Pro Boolean-ზე და start picking-ის მეშვეობით აქაც მივუწოდებ აი ამ ორ box. როგორც უყურებთ, უკვე ამოიჭრა. მივიღეთ ორ ნაწილიანი ნიჟარა. ეხლა საჭიროა შევქმნათ სიფონის ადგილები. აქ მე უკვე გამოვიყენებთ ცილინდრს, დავუბრუნდეთ სტანდარტ პრიმიტივებს, ავირჩიოთ ცილინდრი და იქ შევქმნით შუაში ცილინდრს, ზომაში გქონდეს 25. ასევე გვჭირდება მეორე მხარესაც, ეს დავაკოპირებ და ასევე გვჭირდება ონკანის ადგილზე ამოჭრა. ამას დავაფიქსირებ უკვე აი ამ ადგილას. ეს ოდნავ დავაპატარავოთ. დაახლოებით აი ესე. ასევე მოდით ერთი ცალი დავაკოპიროთ, ან კიდე შეგვიძლია Pro Boolean-ის მეშვეობით გამოვიყენოთ დაკოპირება. პირველი მიუთითოთ start picking-ით. ჯერ პირველი ცილინდრი, აი როგორც უყურებთ, არ კვეთავდა და ამ შემთხვევაში არა ისახა. ჩამოვიტანოთ ქვემოთ, კვეთავდეს. და ეხლა მიუთითოთ ჯერ ერთი ცილინდრი და ამ შემთხვევაში, რადგან უნდა ავაწყოთ ცალკე მოდელი სიფონის, მიუთითოთ copy, რომ დარჩეს და არ მოთავსდეს მარტო აი ამ ჩამონათვალში. აი ესე მიუთითებ. როგორც უყურებთ, პროგრამა კიდევ ცალკე დააკოპირებს აი ამ ცილინდრს. და ასევე კიდევ უნდა მიუთითოთ მესამე ცილინდრი, აქ უკვე move-ის მეშვეობით მიუთითოთ. რადგან ამის დაკოპირება ამ შემთხვევაში აღარ გვჭირდება. აი ესე ამოჭერეს აი ეს გარკვეული ადგილები, დავაკვირდეთ რომ სწორად არის ყველაფერი და ეხლა შევქმნათ სიფონის ადგილი. ეს დავაპატარავებ. გადავიყვანოთ edit polish-ი და მოვნიშნოთ აი ეს პოლიგონი, გავუკეთოთ insert-ი. ეს დავაფიქსირებ. ეხლა საჭიროა გარშემო მოვნიშნოთ, ესე რომ არ ვიწვალოთ სათითაოდ. მოვნიშნოთ 1, დავაჭიროთ rings. როგორც უყურებთ, მოინიშნა გარშემო, მაგრამ დაემატა კიდევ ეს გვერდზე, მოდით ეს გამოვურთოთ და გავაკეთოთ extrude. ეს დავაფიქსირებ. მოდით შევხედოთ მოდელთან ერთად როგორ გამოიყურება. მაღალი რო არ გამოგვივიდეს ძალიან. ეს დავაფიქსირებ დაახლოებით. აქაც უნდა მოვნიშნოთ აი ესე გარშემო. იგივე გავიმეროთ აქაც. ეს დამატებითი გამოვურთოთ და გავაკეთოთ extrude. შევუცვალოთ მიმართულება და დაახლოებით ამ ზომაზე დავტოვოთ. ეხლა აი ამ ხაზს წავშლი. არ გვჭირდება და აი ეს კუთხეები დავამრგვალოთ. გავაკეთებ chamfers. ეს დავაფიქსირებ. ეხლა ჩავიდანოთ ოდნავ ქვემოთ, რომ იწყებოდეს სიმრგვალიდან. და ეხლა გავაკეთოთ ამოჭრები აი შუა ნაწილზე. აი აქაც გამოვიყენებ insert, შევავიწროვებ. დაახლოებით აი ეს დავაფიქსიროთ. ოდნავ შეგვიძლია ჩავიტანოთ ქვემოთ.
როგორც უყურებთ, ქვედა ნაწილი უფრო განიერია, ამიტომ დავაპატარავებ. მიახლოებით აი ამ ზომაზე დავიყვან. მოვნიშნოთ ორივე და ბრიჯით გავაკეთოთ ციცარიელი. ასევე შეგვიძლია აი ამ ადგილებზე მოვახდინოთ ჩემფერის ფუნქცია, რომ იყოს სიმრგვალე. დაახლოებით აი ესე. და მოვით ახლა კიდე დავამატოთ ცილინდრები, რომ ამოჭრათ უკვე კიდე დამატებითი ადგილები. ავიტანოთ ზემოთ. უნდა კიდე დავაპატარავოთ. დავაფიქსირებ აი ამ ადგილას. ასევე დავაკოპირებ. მოვნიშნოთ ორივე და შევაბრუნოთ. ასევე კიდევ ერთხელ შევაბრუნოთ შრიფტთან ერთად. და აქედან მხარესაც აი ესე დავაფიქსირებ. აი ახლა უკვე გამოვიყვანთ აი ამ ცილინდრებით, იმ დამატებით სიცარიელებს. ჩამოვიტანოთ ქვევით რომ კვეთავდეს ჩვენს ობიექტს. ეს ობიექტი გადავიყვანოთ პრობულიანის მიმართულებაზე და start picking-ით მივუთითოთ აი ეს ცილინდრები. აი როგორც უყურებთ, როგორ მივიღეთ მარტივად პრობულიანის მეშვეობით სიფონის მოდელი. აი ახლა ამას დავაკოპირებ. აქედან მხარეს ეს იყო ჩვენი დღევანდელი გაკვეთილი და ეს ყველაფერი გამოგადგებათ ინტერიერში მუშაობის დროს. მადლობა ყურადღებისთვის, შემდეგ შეხვედრამდე.